ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობ კომპანია როსნეფტი და ლუკოილი დაასანქცია. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით სანქციების მიზანი ომის დასაფინანსებლად კრემლის შემოსავლების შემცირება და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა. შტატების მიერ დაწესებული სანქციები არა მხოლოდ როსნეფტსა და ლუკოილს, არამედ მათ შვილობილ კომპანიებს და ყველა ორგანიზაციას შეეხება, სადაც მათ 50%-ზე მეტი წილი აქვთ. სანქციები ამერიკის ტერიტორიაზე არსებული მათი ყველა აქტივის გაყინვას და ასევე ამ ნავთობ გიგანტებსა თუ მათ შვილობილ კომპანიებში ნებისმიერი სახის ამერიკული ტრანზაქციის შეზღუდვას მოიცავს. დონალდ ტრამპს მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში რუსეთისთვის სანქციები აქამდე არ დაუწესებია. სანქციებზე კომენტარი ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივანთან საუბრისას გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პუტინს ისევ ადეკვატურს გახდის. ახალი მკვლელობების შეწყვეტისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის დროა. პრეზიდენტი პუტინის უარის გათვალისწინებით დაასრულოს ეს უაზრო ომი. სახაზინო დეპარტამენტი რუსეთის ორ უდიდეს ნავთობ კომპანიას ასანქცირებს, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. სახაზინო დეპარტამენტი მზად არის შემდგომი ქმედებებისთვის, თუ საჭირო იქნება, რათა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს დაასრულოს კიდევ ერთი ომი. ჩვენს მოკავშირეებს მოუწოდებთ შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები. სახაზინო დეპარტამენტის მიხედვით როსნეფტი ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგოკომპანია, რომელიც მუშაობს ბენზინის, ბუნებრივი აირისა და ნავთობ პროდუქტების აღმოჩენაზე, შემდეგ კი მოიპოვებს, გადაამუშავებს და მას ყიდის. რაც შეეხება ლუკოილს, სახაზინო დეპარტამენტი ამბობს, რომ კომპანია ჩართულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაში, წარმოებაში, გადამუშავებაში, მარკეტინგსა და გავრცელებაში, როგორც რუსეთში, ასევე საერთაშორისოდ. საქართველოში მოქმედი ლუკოილის წილის 100%-ის მფლობელი ავსტრიაში რეგისტრირებული ლუკოილ ინტერნეიშნალია. შესაბამისად, ფინანსური სანქციები კომპანიის ქართულ შვილობილზეც ვრცელდება. ლუკოილ ჯორჯია სანქციებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა კი ამბობს, რომ საერთაშორისო სანქციების შემოღების დღიდან ქართული საფინანსო სექტორი მას განუხრელად ასრულებს და ამ თვალსაზრისით რაიმე გართულება არ იქნება. მანამდე 15 ოქტომბერს ლუკოილი და როსნეფტი დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.